1830-იანი წლების ბოლოს დაარსდა სულ 39 ობსერვატორია მსოფლიოში. აქედან 18 ევროპაში, 11 რუსეთის იმპერიაში, კოლონიებში და რამდენიმე და 1 თბილისში. ობსერვატორიის მთავარი ფუნქცია არის გაუკეთოს რეგისტრაცია დედამიწის მაგნიტურ ველის ყოველ წამიერ ცვლილებას. უკვე 90-იანი წლებიდან და უფრო ადრეც სოფლიოში იყო მონაცემების მიღება ციფრულად, მაგრამ საბჭოთა კავშირში ციფრული ხელსაწყოები არ არსებობდა მაშინ. მასალები გროვდებოდა ფოტოქაღალდზე. და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ციფრული ხელსაწყოები შეგვეძინა, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არ გქონდა და ამიტომ იაპონურმა მხარემ უსასყიდლოდ მოგვცა ძვირფასი მაგნიტური ხელსაწყოები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს ჩვენს ობსერვატორიაში. დღეს ობსერვატორია აღსჭურვილია ყველა თანამედროვე ხელსაწყოთი, მაგრამ არის ბევრი პრობლემა. აი შემოუყვეველია ამხელა 5 ჰექტარი ეზო, ძველი შენობების სარემონტოა, არის პრობლემები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის კადრები. ჩვენთან არის ძალიან დაბალი ხელფასი და აქ კაცის შვილს არ უნდა მოსვა. არის გეგმაში შეტანილი, რომ უნდა გარემონტდეს ყველა შენობა, გაკეთდეს ყველაფერი, მაგრამ ველოდებით, აი წელსაც ველოდებით. ეხლა ისე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში არის საერთაშორისო პროგრამები. და ეს საერთაშორისო პროგრამები ისეთ მაღალ დონეზეა, რომ დღეს ჩვენი ობსერვატორია იმ დონეს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ჩვენ არ ვართ ჩართული იმ პროგრამებში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. ამიტომ ვერ ვერთვებით მსოფლიოს მნიშვნელობის პროგრამებში.